18 წელი ამ კომპანიაში ვუშაობ, დავიწყე დაცვიდან, შემდეგ ვუშაობდი რემონტის უბანში, შახტაში გადავედი, შემდეგ დავიწყე ვენტილაციისა და ტექნიკური საფრთხეების სამთო-ოსტატად მუშაობა. 6 წლის წინ მოხდა კომპანიაში აფეთქება, სადაც გაზი აფეთქდა. დავმარცხდი მძიმედ, მივიღე ფიზიკური დაზიანებები, თვალზე, ხელებზე, დამწრობები. შემდეგ დავიწყე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად მუშაობა. კომპანიამ გაგვიშვა სწავლებებზე, ტრენინგზე და სახელმწიფო სერტიფიკატი ჩამოვიტანეთ წლინახევრის წინ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის. მოკლედ გუშინ დაგვირეკეს ჩემმა განყოფილების უფროსმა, თბილისიდან არიან ჩამოსულები, კონსულტანტიო და 12 საათისთვის უნდა მიხვიდე კონსულტანტთან და კონსულტანტთან მისვლის შემდეგ გამომიგრიცხადეს, რომ თქვენი კადრი შემცირდაო და წაგვიყენეს ორი პირობა, 4 თვიანი კომპენსაცია და 3 თვიანი კომპენსაცია, რომელსაც დავთანხმდებოდით. ჩემი განთავისუფლება მოყვა, მე ვიყავი კოალიციაცურებებისთვის წარმომადგენელი. მოხდა გამოგზავნა პიროვნებები საერთო მეგობრების, რომ კოალიციიდან გამოსულიყავი, თორე მოხდებოდა ჩემი განთავისუფლება, ჩემი ოჯახის წევრების განთავისუფლება, ჩემი ძმა, ჩემი რძალიც ამ კომპანიაში მუშაობენ. და ეს მუქარა შეასრულეს ერთი სიტყვით. როგორც ვიცი, 40-დან 100 კაცამდე არის ამ განთავისუფლების სიაში, ვინც ცოტა განსხვავებულ აზრს აფიქსირებს კომპანიაში. განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი გახდა დაახლოებით გუშინ 4-ის მეორე ნახევარში ჩავედი შახტზე და ადმინისტრაციამ მომცნო ინფორმაცია განთავისუფლების თაობაზე. დანარჩენი ახლა არის სხვადასხვა ორაზროვანი ისენი რა ზოგი მეუბნებიან რომ ზოგ შემთხვევაში გასაუბრება ვერ გაიარე, ზოგ შემთხვევაში მეუბნებიან რომ აი პოსტები რომელიც გეწერა რომ ძლიერი საქართველოს, ევროპული საქართველოს შესახებ, აი ამ პოსტების გულობისზე ვარ ხარ განთავისუფლებული წარმოებიდანო. ჩემი აზრით უფრო პოლიტიკური ელფერი უფრო დასდევს ჩემს განთავისუფლებას. 2010 წლის april-დან მოვედი შახტზე, ვიყავი მქონდა მუშის პოზიცია 2010-დან 2017 წლით ვიმუშავე ნახშირწყლობაში მუშად. მუშაობდი მუშად ნებისმიერ პოზიციაზე, სადაც კი შემეძლო ამ საქმის გაკეთება. მე 2017 წლიდან თვითონ ამ კომპანიის ადმინისტრაციამ გადამიყვანა სამთო-ოსტატად. და ამის შემდეგ ვიყავი 8 წლის განმავლობაში ცვლის უფროსი ნომერ 6-ე ნახშირწყლობაზე. ჩემი მუშაობის დროს პირიქით მადლობების თქმა იყო. ადამიანი თითი არის, ის არ უთქენია აი ჩემი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ ადამიანებს. მიხაელი სოცკი ეს არის გაურკვეველი წარმოშობის ადამიანი, ზოგჯერ იძახის რომ საჭირდება უკრაინელია, სინამდვილეში არის რუსი. ის ამართლებს რუსეთის შესვლას და რუსეთის ომს უკრაინაში, ამას ღიათაც აფიქსირებს ის შეხვედრებზე. ჩემი აზრით ის არის რუსი. დანარჩენი მოედვათ ერთ ტყიბულს შეისყიდა ტყიბულში ყველა თითქმის ყველა ობიექტი, რომელიც კი იყიდებოდა, და დიდდება ეს პიროვნება ფაქტობრივად და ამას აკეთებს ქართველების ხელით. და ვინც გამოხატავს პროტესტს იმის მიმართ და ამ ყველაფერის უწესრიგობის მიმართ ვიცილებენ თავიდან რა.